ოკუპანტია, გულელია, თქვენ ხართ ყველანი მოდელი. იხარია შემოგვიძებ. არ ქონდა უფლება არ შემოსვა. შეიძინა და იმი. დაფინანსებული რაღაცა, სოროსკა დაფინანსებული. ყველანი ოკუპანტია, მოდელი. შედაგა დაქირებული მონა ამერიკულ დოლარებზე გაყიდული ესკესია და კოწილების მონატრული და ალბათ ჯიშივე უნდა ამოვძირკოთ ჩვენ ესკესიანთა ქორწინება ჯიშივე უნდა ამოვძირკოთ ჩვენ ის ღირებულებები რასაც ევროპა და ამერიკა თავაზობენ რუსეთის თანამშრომლობა უნდა იყოს ინტეგრაცია უნდა იყოს ვარი უნდა უთხრას ნატოს და უნდა განვავითაროთ ურთიერთობა რუსეთთან. თუ ამერიკის ჯარი უნდა იდგეს საქართველოში, რომელიც მამაცმავლობას, ესკესიან და ქორწინებას და ქრისტეს საწინააღმდეგო ყველა დებულებას აღწევს ქვეყანაში, იმ შემთხვევაში მე მირჩევია ამერიკის ჯარი ჩაანაცვლოს რუსულმა ჯარმა. ჩვენ აპროტესტებთ პროსაოკუპაციო პროპაგანდას თელავში და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას. სამწუხაროდ სახელმწიფო არის უნარო, ეხლა აქ უნდა ჟღერდეს საქართველოს ჰიმნი, მაგრამ საქართველოს თელავის ენერგოდისტრიბუციამ არანაირად არ უზრუნველყო ჩვენი ენერგომომარაგება. ამავდროულად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, როდესაც ხელით შეეხნენ, ფიზიკურად შეეხნენ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაფრთხილებული ყავდა მერია 5 დღით ადრე, რომ აქ იმართებოდა კონტრაქცია, არც ერთი პოლიციელი არ მოსულა და საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარეკა თვითონ დაზარალებულმა. ეს არის აღმაშფოთებელი ჩვენთვის, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები იმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შენობაში. ეს იყო პროვოკატორი, რომელიც შემოვარდა აქ, მას ეხატა პუტინის სურათი და ეწერა შეურაცხყოფელი სიტყვა, უცენზურო სიტყვა. ეხლა აღარ ჩავატარებთ აქ ღონისძიებას, იმიტომ რომ არ მინდა კიდევ რაღაც პროვოკაციები გაგრძელდეს, კვერცხებს ისვრიან და ნუ რა თავიანთი ნაცადი მეთოდი რაც აქვს, მათ ხომ საუბარი არ შეუძლიათ. გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელსაც დღევანდელ დღეს მოეწერა ხელი, ეს იყო საქართველოს ხსნის დოკუმენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ტრაქტატი არის გასაფორმებელი. პირველ რიგში ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა გაიხსნას სარკინიგზო მაგისტრალი აფხაზეთის გავლით რუსეთის მიმართულებით და რუსეთთან უნდა აღდგეს ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული ურთიერთობები და რუსეთთან უნდა დავიწყოთ სხვა ენაზე საუბარი. დიდო მეფეო, გეფიცებით რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე სულ მალე ჩავამცხეთაში, სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მუხს მოიყრის შენს წმინდა საფლავთან და შემოგფიცავს შენ, რომ არ გადაუხვევს შენს ბრძნულ გადაწყვეტილებას, რომ ყოველთვის დარჩება ერთგული იმ გზისა, რომელიც შენ გაუკვალე საქართველოს და რომელმაც საქართველო დაღუპისგან, ფიზიკური განადგურებისგან იხსნა და გადაარჩინა. დიდო მეფეო, შენ უკვდავი ხარ აწ და მარადის.